დღეს აღმოსავალით ბჭეუფლისაი აღეშენა, რომელსა შევიდეს და განვიდეს ქრისტე. და იყოს იგი დახშულ ბჭე, რომელსა შინა არის ქრისტე. კარი იგი ცხოვრებისაი, აღმოსავალ სახელი მისი, რომლისა მიერ მაქუშ ჩვენ მიყვანებაი ნათელდასაბამისა მამისა მიმართ. დღეს მოჰბერეს ნიავთა წინა მაუწყებელთა ყოვლისა სოფლისა სიხარულისათა. იხარებდინ ცაიზე გარდამო და იშვებდინ ქვეყანაი. შეიძარნ ზღვაი სოფლისაი რამე თუ მას შინა იშვების ბაზმაკი, რომელმან ზეგარდამოელვისა მიერ ღმრთეებისა მუცლად იღოს და შვეს მრავალ სასყიდლისა იგი მარგალიტი, ქრისტე. ურჩობითა და ცნობის წადილით შეპყრობილი პირველი ქალის, ევას შეწოდებით კაცობრიობა განყენებული აღმოჩნდა სასუფევლისგან. მაგრამ უფალმა აღუთქვა ადამს, რომ თავად განკაცდებოდა ადამიანთა გამოსახსნელად. კაცობრიობა საუკუნეთა განმავლობაში ემზადებოდა მაცხოვრის განკაცების მისაგებებლად. ამისთვის კი საჭირო იყო ახალი ევა, წმინდა ქალწული, რათა ეს უწმინდესი ძღვენი შესაბამის ჭურჭელში მოთავსებულიყო. ასეთი იყო ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მარიამი, ყველა ტაძარზე აღმატებული, რომელშიც უფალმა დაიმკვიდრა. ამიტომაც იწყებს წმინდა ეკლესია 12 დღესასწაულის ციკლს ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის შობით. ეკლესია ყოველთვის, როდესაც წმინდათა ხსენებას აღნიშნავს, წმინდათა მოსახსენებელი დღე ყოველთვის მათი გარდაცვალების, ანუ მიცვალების დღე არის და დედა ეკლესიის კალენდარში, საეკლესიო კალენდარში მხოლოდ სამი პიროვნების, სამი პირის შობას აღნიშნავს, ანუ ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც მსოფლიო ეკლესიის ისტორიაზე ძალიან დიდი გავლენა იქონიეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის თავად იესო მაცხოვარი, რომელმაც განკაცებული ღმერთი, რომელიც კაცად მოვიდა ამ ქვეყანაზე, ეს არის ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი, რომლის შობასაც ჩვენ დღეს ასწავლოთ 21 სექტემბერს და იოანე ნათლისმცემლის შობას დღეს ასწავლოთ ასევე 7 ივლისს. ანუ ღვთისმშობლის შობა განსაკუთრებული არის რაღაცით, რომ ესე იგი ამ შობა კაცობრიობის ისტორიაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ისტორია შეცვალა, ფაქტობრივად ესე შეიძლება ითქვას. მარადქალწულის შობამდე 9 თვით ადრე, 22 დეკემბერს ქრისტეს ეკლესია მართალიანას მიერ ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მუცლადღების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი თავისი ღრმა სახის მეტყველებით დიდი სიკეთის მაუწყებელია. 21 დეკემბერი არის წელიწადის ყველაზე ბნელი დღე, ყველაზე ხანგრძლივი ღამე და ყველაზე მოკლე დღე, რაც შესაბამისად შეიძლება დავინახოთ როგორც კაცობრიობის ცოდვით დაცემისა და დაბნელების სიმბოლო. ხოლო 21 სექტემბერი არის დღეღამის სწორობის დღესასწაული, როდესაც დღე და ღამე სწორია. რას გვეუბნება დღეს ღვთისმშობლის შობა ამ რიცხვით, რომ მისი დაბადება, ყოვლადწმინდა დედის დაბადება არის ცოდვით დაბნელებული დედამიწისათვის სინათლის მოვლინების წინაბჭე. მრავლის მეტყველია დედა ღვთისას მშობელთა სახელები. წმინდა მამა ეპიფანე კვიპრელის განმარტებით იოაკიმი ღვთისთვის განმზადებულს, ანა კი მადლს ნიშნავს. მათი გაერთიანება ღვთისმშობლის შობის უდიდესი საზრისის გამომხატველია. მეუღლეები იმთავითვე გაამზადა უფალმა, რათა მათი ღვთივსათნო ცხოვრების საფუძველზე მაცხოვრის განკაცების უწმინდესი ჭურჭელი აღმოცენებულიყო. ამ საზრის წმინდა წყვილის წარმომავლობა აგრძელებს. გენეტიკურად მართალი იოაკიმი იმ დროისთვის უკვე გაუქმებული ისრაელის სამეფოს მემკვიდრეა. წმინდა ანა კი მღვდელმთავართა შთამომავალი და სამღვდელმთავრო მადლის მატარებელია. გამოდის, რომ ღვთისმშობელში ისრაელის სამეფოს ორი უმნიშვნელოვანესი შტო გაერთიანდა, რაც მაცხოვრის განკაცებისას მასში ორი ბუნების შეერთების წინასახია. ქრისტე როგორც ღმერთი არის სამყაროს მეუფე, ხოლო ქრისტე როგორც ადამიანი არის ყველაზე დიდი მსხვერპლის სამყაროში გაღებული და ის არის თავი მღვდელმთავართა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ მირქმის დღესასწაულზე გაცხადდა, ვინ იყო ის ერთადერთი მღვდელმთავარი, რომელიც როგორც წმინდა პავლე მოციქული განმარტავს, ერთადერთი დაიკლა ტრაპეზზე და დასაბამი გახდა ყოველთა გაწმენდისა, ვისაც ამისი სურვილი აქვს.
წმინდა ლიტურგიის დასასრულს ჩამოლოცვისას იხსენიებიან მშობელნი ღვთისა, იოაკიმ და ანა, რადგან მართალი იოაკიმი ბოლო მამაკაცია, რომელიც იესო ქრისტეს წარმოშობის გენეალოგიურ შტოში გვხვდება. ღვთისმშობლის შობის შესახებ ადრექრისტიანული მწერლობის უადრესით თხზულება იაკობის აპოკალიფსი გვიამბობს. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში იაკობის პირველ სახარების, ანუ პროტოევანგელეს სახელითაა ცნობილი. ავტორი, როგორც ამას თხზულების დასასრულს ვიგებთ, არის იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, წმინდა იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა. ტექსტოლოგიურ, ფილოლოგიური ანალიზით დადგინდა, რომ ძეგლი მეორე საუკუნეზე გვიანდელი არ არის. ცხოვრების წესით გამორჩეულად წმინდა ცოლ-ქმარმა დღესასწაულზე ძღვენი მიართვა უფალს, მაგრამ მღვდელმთავარმა იგი არ შეიწირა, რადგან მაშინდელ კანონთა მიხედვით უნაყოფობა ღვთის რისხვად ითვლებოდა. იოაკიმმა მოიარა ისრაელის 12 ტომი და დარწმუნდა, რომ ყველა მართალ კაცს ისრაელთა შორის მემკვიდრე ჰყავდა. დამწუხრებული იოაკიმი ცოლსაც აღარ ეჩვენა, უდაბნოს მიაშურა, კარავი აიგო და 40 დღის განმავლობაში ღვთისადმი სასოებით მარხულობდა. მას მამამთავარი აბრაამი გაახსენდა, რომელსაც უფალმა სიცოცხლის მიწურულს დიდი ნუგეში, ისააკი მისცა. რაც უფრო მეტი სიტყვა უნდა ეთქვა კაცობრიობის ისტორიაში პიროვნებას, მისი შობა ხდიდღოს გვიანდებოდა, რომ ლოცვით გამოთხოვილი ყოფილი იყვნენ ეს შვილები. იგივე ითქმის თქვათ დედა ღვთისმშობელზე, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში სამუელ წინასწარმეტყველზე, რომელიც ან ბერწისაგან იშვა, იგივე ითქმის დედა ღვთისმშობელზე და შემდგომში იოანე ნათლისმცემელზე, რომ ისინი ლოცვით გამოთხოვილი პიროვნებები არიან ღვთისაგან. აპოკრიფის მიხედვით ამ დროს მართალი ანა ქვრივობას იგლობდა, რადგან ქმრის დაბრუნებას აღარ მოელოდა. ამასთანავე უშვილობას გოდებდა. უფლის დღესასწაულის წინ დამწუხრებული ანა მისმა მხევალმა იუთინემ ღვთის დღესასწაულისთვის შეუსაბამებლობაში ამხილა და მოხელეთა ზედამხედველისგან მიცემული თავსაბურავი გადასცა, რომელსაც როგორც მხევალი თავად ვერ მოიხვევდა, რადგან მანდილს სამეფო რამ ნიშანი ედო. საგულისხმოა, რომ თავსაბურავი, რომელიც ანამ უნდა მოიხვიოს, მასზე ღვთის მადლის გარდამოსვლის სიმბოლოა. სამეფო ბეჭედი კი მართალ ანასგან სამყაროს დედოფლის შობის წინასწარ უწყებას წარმოადგენს. იუთინეს განმხილებულმა ანამ სამგლოვიარო სამოსელი შემოიძარცვა და საქორწილოდ შეიმოსა. მეცხრე ჟამისთვის ბაღში ჩავიდა და დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა. თავისი მარადმწვანეობით სიმბოლურია დაფნაც და მარადიულ ცხოვრებას უკავშირდება, რომელიც მაცხოვრის განკაცებით მიეცა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას. ამ დროს მეუღლის მსგავსად ანასაც აბრაამის ამბავი გაახსენდა და უფალს შეჰვედრა. შენ, რომელმან ოდესმე გარდარეულ სამოხუცებულობასაშინა მიჰმადლეს სარას, ძეთვისი ისააკი, აცცა მოიხილე ჩემზე და ისმინე ლოცვათა ჩემთაი უფალო საბაოდ. ლოცვით ცისკენ ხელაპყრობილმა დაფნის ხეზე ბეღურების ბუდეს ჰკიდა თვალი და ვედრება განაგრძო. ვაიმე უფალო, რომელსა ვემსგავსო მე, ვერცა ფრინველთა ცისათა, ვერც და მხედთა ქვეყანისათა, რამე თუ შესწირვენ შენ და ნაყოფთათვისთა და ჩემდა მხოლო ისა არს სიბერწეი ესე. ვერცაღა ქვეყანასა ვამსგავსო თავი ჩემი, რამე თუ იგიცა აღმოაცენებს და აღორძინებულ ჰყოფს თესლსა და შემდგომად ნაყოფთა მოღებასა შენ გაკურთხებს მამასა ზეცათასა. ვაიმე უფალო, უფალო, დააცხრე მწუხარებაი გულისა ჩემისაი და განმიღე საშოი ჩემი და მე ბერწი, ნაყოფი არ მყავ, რაითა ჩემგან შობილიც ააკურთხევდეს, უგალობდეს და ადიდებდეს მოწყალებასა შენსა. ამინ. შეისმინა უფალმა მისი გულწრფელი ვედრება და ანგელოზი მოუვლინა, რომელმაც მუცლადღებისა და შობის შესახებ აუწყა. ამის პარალელურად უდაბნოში განმარტოებული მართალი იოაკიმი კარავსაშინა ილოცვიდა. კარავი ძველი აღთქმის სახე სიმბოლოა. ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის ნიშნად დაწესებული კარვობის დღესასწაული მართალთა გადარჩენისა და კაცობრიობის გამოხსნის თავისებური წინასახია. ამასთანავე კარავი სულიწმინდის გარდამოსვლის სიმბოლოსაც წარმოადგენს. კარავს ახსენებს წმინდა მოციქული პეტრე, როცა მაცხოვრის ფერისცვალების ხილვით შეძრული უფალს თხოვს. ავაგოთ აქ სამი კარავი.
იოაკიმე მიდის და აშენებს კარავს, ეს ჩვენ მრავალნაირად და ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ. ეს არის კარავი მცენარეული, მცენარეები არის ხსნისა და სამოთხის სიმბოლო, ანუ იოაკიმე ეძიებს სასუფეველს და ამასთანავე როგორც კარავში მყოფი, იგი გვიჩვენებს სულიწმინდის გარდამოსვლის წინასახესაც და მადლის გარდამოსვლისა სამყაროზე. და ეს მართლაც ასეა, რადგან რას ითხოვს იოაკიმე უფლისაგან? შეწყალებას და უფალმა შეწყალების სახით მან მართლაც ყველაზე მადლმოსილი ადამიანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უბოძა. მახარებელმა ანგელოზმა იოაკიმსაც ახარა მუცლადღება. გახარებულმა კაცმა მოუხმო მწყემსებს და მადლიერების ნიშნად დიდი შესაწირავი შეარჩია. 10 უბიწო ბატკანი უფალი ღმერთისთვის, 12 ჩვილი ხბო მღვდელთა და მოხუცებულთათვის და 100 ვაცი მთელიერისთვის. ეს ძღვენი მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო თავისი დატვირთვით, იაკობი ხორციელი ძმა უფლისა მასზე ყურადღებას არ გაამახვილებდა. ბატკანთა რიცხვი 10 მცნების, თავად ბატკანი კი პასექის ბატკნის ასოციაციას ბადებს. და მართლაც ღვთისმშობელი მარიამი ჭეშმარიტ ბატკანს, იესო ქრისტეს განაკაცებს. 12 ხბო მოციქულთა რიცხვის მანიშნებელია. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ქრისტიანულ სახის მეტყველებაში მღვდლობის სიმბოლოს ხარი წარმოადგენს. მთელიერისთვის განკუთვნილი 100 ვაცი კი ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობილი იესო მაცხოვრის მიერ მთელი კაცობრიობის ცოდვათა საკუთარ თავზე აღების აღნიშნულია. გახარებული მეუღლეების შეხვედრა იერუსალიმში, ოქროს კარიბჭესთან ხდება. ანა მიეგებება იოაკიმს, ყელზე მოეხვევა და ეტყვის. მაკურთხა უფალმა ღმერთმა, აჰა იხილე, აღარ ვარ ქვრივი და მეუშვილოს, მუცლად მიღებია. მეორე დღეს მსხვერპლშეწირვის ჟამს იოაკიმი მივიდა საკურთხეველთან, შეაცქერდა მღვდელმთავრის პეპელს, ვერ ჰპოვა ბიწი და გამართლებული დაბრუნდაში. პეპელი ოქროს წვრილი ზოლი იყო, რომელიც მღვდელმოძღვრის მიტრის საშუბლე ნაწილზე იყო ჩამაგრებული. მას ასეთი წარწერა ჰქონდა: შეწირული უფლისათვის. ამ ორნამენტს მღვდელი მსხვერპლშეწირვის დროს ატარებდა. პეპელი მხოლოდ ღვთისგან შენდობილის თვალწინ გაბწყინდებოდა. ცოდვილისგან კი ვერ იხილვებოდა. 9 თვის თავზე იშვა მარიამი, რომლის სახელსაც წმინდა ეპიფანე კვიპრელი ასე განმარტავს: ქალბატონი და სასოება. და მართლაც ყოვლადწმინდა ქალწული ხომ ზეციური დედოფალი და ამასთანავე იმედი და სასოებაა კაცობრიობის გამოხსნისა. დასავლეთის ანუ კათოლიკურმა ეკლესიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დოგმატი მიიღო, რომელსაც ესე ქვია დედა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი და ფაქტურად გამოდის, რომ როგორც მაცხოვარი უბიწოდ ჩაისახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წიაღში სულიწმინისაგან, მაცხოვრის ამგვარშობას ადარებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ დედა ღვთისმშობელმა თავისი პიროვნული თვისებები დაიმსახურა ის, რომ გამხდარიყო ღმერთის, მამა ღმერთის შვილი, ძის დედა, სულიწმინდეს ზალი, ფაქტურად გამოდის, რომ ეს თანდაყოლილად მიეცა მას და მისი პიროვნული ღირსება ფაქტურად არაფერი არ ყოფილა. მაშინ გამოდის, რომ ჩვენი მის სიხარულის მიზეზი არაფერი არ ყოფილა და მაშინ ეს დედა ღვთისმშობლის პიროვნება ფაქტურად აღარაფერი აღარ ყოფილა, მაგრამ აუცილებელია ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ, რომ ღვთისმშობელმა დედამ თავისი პიროვნული თვისებები დაიმსახურა ეს ყველაფერი, რომ როგორც წეგან აღნიშნე, რომ გავხდარიყო ღმერთის ჩვენი მაცხოვრის ხორციელად მშობელი. ღვთისმშობლის შობის იკონოგრაფია ჩამოყალიბებული სახით მე-11 საუკუნეებიდან იკვეთება. მცირე დეტალთა სახის მეტყველებაში შესაძლოა ბევრი რამ ამოვიკითხოთ. აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმ მსახურთა ვინაობაზე, რომელნიც მელოგინიანას ემსახურებიან. ზოგ შემთხვევაში ესენი თავდაუბურავი ქალწულები არიან, რომელთაც ერთი იკონოგრაფიული დეტალი, თავზე გადაჭიმული სარტყელი ანგელოზებს ამსგავსებს. მეორე შემთხვევაში ესენი თავდაბურული დედები არიან და ბოლოს ეგრეთ წოდებული ლაკლაკიძეთა ჭედურ ხატზე უნიკალურ გამოსახულებას ვხედავთ. სამი მამაკაცი ძღვნით ხელში პატივს მიაგებს სამყაროს დედის შობას. ქალწულები განადიდებენ წმინდა ანასაგან ქალწულის შობას, ისინი ემსახურებიან, ისე რომ მათ ეს არც იციან ჯერ ქალწულ მარიამს. გვაქვს ასეთი შემთხვევები, როდესაც ისინი ტრაპეზზე დგამენ ჭურჭელს, თითქოს ეს ყოფითი ჟანრული ელემენტია, მაგრამ სინამდვილეში
ეს არის ტრაპეზზე ქალწულებისაგან მირთმეული წვენი, რაც შემდეგ გაცხადდა როგორც ღვთისმშობლისაგან იესო ქრისტეს შობა. ხოლო დედებისაგან თაყვანისცემა არის საერთოდ სამყაროულ დედათა, სამყაროს დედათა, ახალ დედათა მიერ ჭეშმარიტი დედის თაყვანისცემა. ხოლო რაც შეეხება მამაკაცს და ფიგურებს, ისინი რა თქმა უნდა თავისი რიცხობრივი რაოდენობრივით სამობით ასოციაციას ბადებენ ქრისტეს შობაში წარმოდგენილ მოგვებთან, რომლებმაც ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს ახლად დაბადებულ სამყაროს შემოქმედსა და მხსნელს. სოლომონის სიბრძნეში ვკითხულობთ. სიბრძნემან იშენა სახლი თვისი, დააფუძნა შვიდსასვეტსა. სახლის წმინდა მამათა მიერ მოცემულ მრავალ განმარტებათა შორის უმნიშვნელოვანესია ცოცხალი, მოსიარულე სახლი ღვთისა, დედა ღვთისმშობელი, ზეციური დედოფალი, პირმეტყველი ტაძარი, რომლისგანაც იშენა რაი ქრისტემან ტაძარი ხორცთა თვისთაი, ყნა კაცნი ტაძარ ღმრთისა ცხოველისა.